მოგებით ვარ მესამე კურსზე იურიდიული ფაკულტეტზე ვიქნები მომავალი იურისტი პროფესიით. ვიქნებოდი ის ვინც ვარ ოღონდ უფრო წარმატებული კიდევ. ეს კითხვა ძალიან არ მიყვარს, იმიტომ რომ გონია რომ ამ კითხვაზე რომ პასუხს ცემენ, ნიჭიერი ვარ და ძალიან შრომის მოყვარე რომ მე მგონია როგორც კი ამობენ ეგრევე ეს ეცლებათ და აღარაც ჩემიან არაფერი და ამიტომ ამ კითხვაზე არ გიპასუხე. კუმირი პროფესიული კუთხით იცი რა ზოგადად ცხოვრების ეტალონი არის დედაჩემი, ჩემი. პირადად როგორი შეიძლება რომ იყოს ქალი. და პროფესიული კუთხით გიждები ბიონსეზე, ჰიუსტონზე, ჯექსონზე. სხვათა შორის ვარ სპორტული და ბავშვობაში ძალიან კარგად ვთამაშობდი ჩოგბურთს. ხო და კარგადაც ვცურავ. რა ვიცი რაღაცები გამომდის ახლა ფეხბურთი არ მითამაშია? როგორ არ ფეხბურთიც მითამაშია? სკოლაში ხოლმე ბიჭების გუნდში ბეკარე ვიყავი. ეგეთი მაგარი ვარ. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა რომ ყოფილიყავი მსახიობი. ხატვა. გიждები გოგონები რომ ძალიან ლამაზად ხატავენ და რაღაც უცნაურ ფერებს რო უხამებენ ერთმანეთს და სწორხასაც კი ვერ ვავლებ. იმდენად უნიჭო ვარ ამ საკითხში და ძალიან მინდა რომ კარგად ხატავდე. ჰობი, ცეკვა, სიმღერა უკვე პროფესიად მეკცა. ხა ჰობიში ხა წიგნების კითხვა და ესეთი რაღაცა უკვე ბანალურია რა ვთქვა, მაგრამ გართობა მეგობრებთან ერთად ყოფნა. ძალიან ძნელია მაგისი თქვა, რას არ გააკეთებ არასოდეს, რა ვიცი. არასოდეს არ გავივლი ქუჩაში შიშველი. სრულიად. სიყვარული არა მხოლოდ ქალის და კაცის ხო არ არის, ხა სიყვარული არის ყველაფერი. სიყვარული არის დედამიწა, galaktika, სამყარო, ყველაფერია სიყვარული. ყველაზე ბედნიერი ვიყავი. მე მგონი ეგ ბედნიერება ჯერ წინ მაქვს. მაგრამ ხა ესეთი ბედნიერებები ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ყოველთვის არის, მაგრამ ის რო ვთქვა რომ ყველაზე ბედნიერი მე ამ დროს ვიყავი, მე მგონი რომ ჯერ წინ მაქვს ეგ ამბავი. ყველაზე სექსუალური მამაკაცი? რაღაცა იტალიურ სერიალს ვუყურებ და იქ არის ერთი ბიჭი, მაგრამ არც სახელი ვიცი და არც გვარი არის, მაღალი შავგვრემანი მწვანე თვალება. კარგი ბიჭია მოკლედ. ზოგადად მე ისეთი პროფესია მაქვს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროფესიაში არის ხალხთან ურთიერთობა. არიცი რამ ხელა ბედნიერება ზოგადად რაღაცას რო გააკეთებ და აპლოდისმენტები და კმაყოფილი სახეები რო გიყურებს, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემს პროფესიაში. სისულელი არის ესეთი რაღაცა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა ჩაიდინოს და ჩადენილიც აქვს და სისულელი და სიგიჟეები უნდა იყოს მთელი ცხოვრება, რომ საინტერესო იყოს რა. საუკეთესო რაც მყავს, ეს არის ჩემი ოჯახი, რომელსაც არაფერზე არ გავცვლი, ჩემი რამდენიმე მეგობარი, რომელიც უზომოდ მიყვარს და რაც მაქვს, ნივთებზე არ მაქვს ესეთი გართულება, რომ რაღაცაზე გავგიჟდე. განვიცდი, იცი რას განვიცდი, რომ ყოველთვის განვიცდი ამ ამბავს, ბაბუა ჩემი, რომელიც უკვე 7 წელია გარდაიცვალა, მასთან ურთიერთობის ნაკლებობას განვიცდი და ვფიქრობ, რომ ცოტა ზრდასრულა საკამდე, რომ ან ჩემს ზრდასრულა საკამდე რომ ყოფილიყო იგი ცოცხალი და მეტი ურთიერთობა მქონოდა მასთან, უფრო ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლებოდა მისგან და არ დაიკარგებოდა სიტყვაზე მისი ცოდნა და გამოცდილება, რას ჰქონდა. არ მჯერა ცრურწმენების, არ მჯერა არავითარ შემთხვევაში და არ მჯერა იმის, რომ რაღაც ცხოვრება ესე გაწერილია და ამას ვიღაცები გმართავენ მარიონეტებით. არ მჯერა ამაფის. მინდა გავიცნო, ბევრი ვინმე მინდა გავიცნო. სხვათა შორის ბავშვურის მქონდა ხოლმე, რომ პატარა რო ვიყავი, რეი ჩარლსთან ჩავწერდი დუეტს და ბრახ რეი ჩარლსი მოკვდა. ჰიუსტონთან ჩავწერდი დუეტს ჩემი ასება მოკვდა და არ ვიცი ხა ესე გავიცნობდი მსოფლიო ვარსკვლავებს მომღერლებს დიდი სიამოვნებით და წინა ხაზებში დავდგებოდი და ძალიან მაგრად გავერთობოდი მათ კონცერტებზე. მადლობა ძალიან კარგი რაღაცა, რომელსაც ძალიან ხშირად ვამბობ და ყველას ვესალმები, ვიცნობ თუ არ ვიცნობ, ვესალმები ყველას და ხშირ თქმაში ეგეც თუ ჩაითვლება, მგონია რომ რაღაცა კარგი არის, რომ ყველას რო ესალმები, რაღაც ბედნიერი ხდება უცნობი ადამიანი რო გესალმება. კარგია. მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად. ჩემი ატირება ესეთი მარტივია, რომ ყველაფერზე მეტირება
ბედნიერებაზე აი რაღაცა სუგარო საყვარლად რაღაცა კოც მოიქნებ შეიძლება ვიტირო ამაზე ასე რომ არ ვიცი შეიძლება გუშინაც ვიტირე შეიძლება დღეს არ მიტირე არა გუშინ ვიტირებდი აუცილებლად ბოლოს ყველაზე რთული პერიოდი ისევ და ისევ ბაბუაჩემის გარდაცვალებას უკავშირდება თავარი შეხვედრები იცი რა არის სხვათა შორის ახლა რომ ეგიოს ბენჩი ვარ ესეც არის ესეც შემთხვევითი შეხვედრის ამბავი რომელიც მოხდა ბათუმში შემთხვევით ვესწრებოდა მივედით გიოს კონცერტი იყო და სრულად შემთხვევით მიცნო თუ არ ვიცი რა მოხდა თხოვა რომ მასთან ერთად სცენაზე ავსულიყავი და მემღერა ხო და ზუსტად აი ეგ დღე გახდა იმის საწინდარი რომ მე დღეს უკვე მასთან ერთად ბენჩი ვარ ესეც ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო მაგრამ ესეთი მნიშვნელოვანი შეხვედრები აუცილებლად მჯერა რომ წინ მაქვს თან ბევრი ოჯახი ჩემთვის არის ძალა ბედნიერება და არ ვიცი ყველაფერია ოჯახი აი პირველ სიყვარულზე ლაპარაკით ვარ დატანჯული იმიტომ რომ პირველიც ეგ იყო და უკანასკნელიც და სულ სკოლის ასაკში ვტრია სკოლაში იყო ტკივილი ბევრჯერ ყოფილა ხა ადამიანები ერთად ტკივილი ხშირად მოდის ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ტკივილია ის რომელსაც ადამიანების დაკარგვით განვიცდით ხოლმე სხვათა შორის ძალიან მორცხვი ადამიანი ვარ აი რაღაცებზე ისე გავწითლდები ხოლმე და ბავშვობიდან გამოყოლილი მაგრამ აი რაღაცაზე ისე შეიძლება დავიმორცხო რომ მე ჩემთავს ვეუბნები რომ კარგი ხარ გემართება რომ არ ყველაფერზე როგორ წითლდები და რა ვიცი ბევრი რაღაცის მცხვენია არ ჩავიცმევ იმას არასოდეს რაც არ მიხდება კომპლექსი მქონდა წონის იმიტომ რომ ვიყავი მსუქანი ძალიან დიდი ხანი ვიყავი მსუქანი და წონის კომპლექსი გამოყოლილი მაქვს ეხლაც მიხედავთ იმსა რომ 12 კილო დავიკლი დღესაც მაინც რაღაცა ისევ იმ ბაბიში ვარ რომელიც 12 კილოთი მეტი იყო და ხანდახან მაქვს ხოლმე კომპლექსები რომ აი რეხა რას გავარ და რაღაცა და უბედურებაა და ამას არ ჩავიცმევ და აი კომპლექსი მაქვს მობილური დამტენი აუცილებლად იმიტომ რომ ყოველწუთას ჯდება და მანქანის გასაღები ჩემი დილა იწყება 7 საათზე ძალიან რთულად იმიტომ რომ სკოლის მერე ალბათ ამ დროს აღარც გამიღვიძია და ისე მიჭირს რომ თვალები ესე გამირბის ერთმანეთში ძალიან ვიტანჯები და ზლოზუნით და მე დედა ჩემი გამოვარდება და ადექი ხო დაგირეკა იმან მაღვიძა რა მე მამა ჩემი ცალკე და მთელი ოჯახი მაღვიძებს ამის შემდეგ ნუ ხა ჰიგიენურ დეტალებს აღარ მოვყვები რომ შხაპს ვიღებ და ასე შემდეგ მე გავდივარ და მივდივარ სამსახურში დილით და მე მთელი დღე არის დატვირთული ბავშვობის მოგონება უკავშირდება ისევ ბებია ბაბუას სოფელში რომელიც ძალიან მენატრება ძალიან კარგი რაღაცა არის ბავშვობა და ეს სოფლის მეგობრობა ასე ვთქვათ სოფელთან და მოკლედ ძალიან მოგენატრება ისეთი ამბავია სხვათა შორის მე ვაკ კუთხით ვარ ძალიან ბედნიერი იმიტომ რომ ჩემ თავზე ჭორები არ გამიგია თუ გამიგია რაღაცა მე მგონი 1-2 ყოფილა მაგრამ ისეთი რომ გავეღიზიანებინე და დეპრესიაში ჩავეგდე და ცუთხასიათზე დავეყენებინე ესეთი ჭორი არ ყოფილა დეპრესია არ მქონია ცუთხასიათზე ყოფილა სახლიდან გასვლა ამდომებია მაგრამ დეპრესია არ მქონია მეშინია რომ ხმა დავკარგო ან დავყრუდე და ვეღარ გავიგონო რომ ვეღარ ვიმღერო რაღაცა ესეთ რაღაცების მეშინია ხო ხასიათით ვფიქრობ, რომ ისეთი ვარ რა, ძლიერი ხასიათი მაქვს ზოგადად. როგორც მეგობრები მეუბნებიან, შენო ძალიან კარგი ხასიათი გაქვს, ხო და რა ვიცი, ვცდილობ, რომ ყოველთვის ვიყო კარგანწყობაზე და ჩემ პრობლემებით არავინ არ შევაწუხა. პროფესიული ჩვევა, პროფესიული არის თუ არა, არ ვიცი ეს, მაგრამ ძალიან ცუდი ჩვევა მაქვს დაგვიანების სახით და აი საშინელება ხდება, ამ დროს ინგრევა დედამიწა. ჯერ სახლიდან მლანძღავენ დაგვიანებული რომ გავდივარ და მე სადაც მივდივარ იქ მლანძღავენ და რატო ვაკეთებ ფერასოდეს ვერ ხვდები ამას ან ძალიან ადრე მივდივარ ან ვაგვიანებ რას ამბობენ ჩემზე ამბობენ რომ კარგი გოგოაო ვერ ვიტან უხეშობა როგორ დავიწყო ვერ ვიტან უხეშობას უზრდელობას ამ პარტავნებას აი ზემოდან რო გიყურებენ რომ აი რაღაცა და გამარჯვებასაც რო არ გეუბნებიან, აი ესეთ საქციელებს ვერ ვიტან. კინოს რეჟისორებიდან განსაკუთრებულად მიყვარს შენგელაიას შემოქმედება, თენგიზ აბულაძე, თეატრის რეჟისორებიდან ჭოლა ლევან წულაძე, რობერტ სტურუა
და ჩემი ძმა, სხვათა შორის ჩემი ძმა ვაკო კირკიტაძე არის არაჩვეულებრივი კინორეჟისორი და ძალიან ბევრი საერთაშორისო პრიზი აქვს მოგებული და თუ არ იცით იცნობდეთ. საყვარელი ფილმი მაქვს ქარწაღებულნი, რომელიც დედაჩემმა მაყურებინა ეტალონად იმისა თუ როგორი უნდა იყოს ქალი, ანუ ყველანაირ გაჭირვებას როგორ უნდა გაუძლოს და როგორ არ უნდა დაკარგოს ხასიათის სიმტკიცე და პატარა ვიყავი რომ მაყურებინა და ეს თავისუფლება დღემდე მომყვება და ნათლი მამა რაღაც მიყვარს ძალიან. ბევრი ფილმია რომელიც ძალიან მიყვარს. იცით რა არის რომ ესე იგი ბოლოს ვუყურე ინტერსტელარს, სადაც არაჩვეულებრივ მუსიკალურ აკომპანიმენტს თუ ფონს ქმნის ჰანს ციმერი და მისი შემოქმედება იმდენად სრულყოფილია, რომ აუცილებლად ვიტყვი, რომ მისი შემოქმედება ძალიან მომწონს. დუეტს ჩავწერდი, ეხლა რა ხომ მაინც ოცნება არის და ამიტომ დუეტს ჩავწერდი, ვისთან ჩავწერდი? ხო, ვიყო ესეთი თავხედი, რომ გავიჭრა. მოდი თუ ოცნება იყოს ასება და დუეტს ჩავწერდი ჩვეულებრივ ესე ბიონსესთან არაჩვეულებრივ დუეტს ჩავწერდი. რაც არ უნდა გადამიხადონ, არასოდეს არ მოვწყდები ჩემს ქვეყანას, ვეცდები მაქსიმალურად, რომ ეს ფინანსური საკითხების გამო ჩემ ქვეყანა არ დავტოვა. აუ, რამდენჯერ ვიფიქრე, იცი რომ აი კაცად რო დავბადებულიყავი, რა მაგარი იქნებოდა და რატო იცი რომ აი რაღაცა თვითონ ტიპაჟიც არ ვარ, ეხლა მთლად ესეთი ფისო გოგოც არ ვარ და ცოტა ესეთი ვარ, აი კაცური რაღაცნაირი გოგო ვარ და მიფიქრე ბარემ რო კაცი ვყოფილიყავი თქო, ალბათ უფრო კაი ტიპი ვიქნებოდი რა. მჯერა იმიტომ რომ აი ეს მომენტები რომ ეს რა საიდანღაც აქ ვიყავი და პირველად რო ხარ აღონდაც და ეს ნათქვამი მაქვს უკვე ესეთი რაღაცები რო ხდება ხოლმე ჯერა რომ წინა ცხოვრება იყო. ხო, მაგრამ ვინ ვიყავი? არ ვიცი, ვინმე ისეთი ვიქნებოდი. კლეოპატრას მსგავსი. გაოცდებიან თუ გაიგებენ, რომ მე მაგალითად ჩემი ვენახი საკუთარი ხელით გამითოხნია სოფელში. საყვარელი ადგილი ისევ და ისევ უკავშირდება სოფელს, იმიტომ რომ აი როგორც არ უნდა დავისვენო, სადაც არ უნდა წავიდე და ეგზოტიკური ადგილები ნახო, მაინც მოგონებები, რომელიც შენ ოჯახთან, ძვირფას ადამიანებთან გაკავშირებს, ფიქრობ, რომ ის არის ყოველთვის ყველაზე საყვარელი და საყვარელი ადგილი ჩემთვის არის ისევ და ისევ ის ადგილი, სადაც ბავშვობა გამიტარებია და იმ ადამიანებთან ერთად ყოფილვარ და მიცხოვრია, რომლებიც დღეს აღარ არიან და რაღაც მოგონებებს რო ებღაუჭებ, ის ადგილები არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი. ეს არის აი სოფელში ბებია ბაბუასთან ჩასვლის მომენტები, არის ყოველთვის ყველაზე საყვარელი და ძვირფასი. დროის მანქანა რომ მქონდეს, აუცილებლად წავიდოდი აღმაშენებლის პერიოდში. მაინტერესებს ძალიან ის პერიოდი, როგორ ცხოვრობდნენ ქალები, როგორ უვლიდნენ თავს, რა საკეთებდნენ, როცა მათი მეუღლეები თუ ქმრები, შვილები მიდიოდნენ ომში და როგორ ხდებოდნენ რა ემოციები რა განცდა იყო და საერთოდ სასახლის ინტრიგები და ცხოვრება ძალიან მაინტერესებს და ჩავწდებოდი და მოვისმენდი ცოტა ხნით. და აუცილებლად წავიდოდი მომავალში. 1-2 საუკუნის შემდეგ ალბათ 23 საუკუნეში გადავიდოდი და ვნახავდი დედა როგორ განვითარებულა მსოფლიოს. პირველ რიგში აუცილებლად მსურს რომ აღარ ვიყო დამგვიანებელი ადამიანი და აღარ ვაგვიანებდე ხოლმე რაღაც ის მიზეზი მაქვს არ აქვს მნიშვნელობა ვაგვიანებ. აღარ მინდა რომ ვიყო იგეთი და მინდა რომ უფრო მეტად ყოჩაღი ვიყო და ეს სიზარმაცები რაც მაქვს აღარ მქონდეს. მუსიკა გემრიელი საკვები, ხო როგორ საოცრადაც არ უნდა ჟღერდეს და კარგი ადამიანები. არ გავალ სახლიდან მანამ სანამ ხელპირს არ დავიბან სულ მინიმუმ. საყვარელი დრო, ალბათ ის დრო ძალიან გვიანი ღამე, როცა სახლში დაღლილი მივდივარ, დავწვევი, ტელევიზორს ჩავრთავ, რაიმე საინტერესო ფილმს მიყურებ და დავიძინებ, ეს არის ყველაზე საყვარელი დრო ჩემთვის. ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ჯანსაღი საკვები, პროდუქტი,
სპორტული დატვირთვა, რაღაც ვარჯიში, სირბილი, გაწევა, იოგა, რაღაც 1000 რაღაცა და აუცილებლად ის მავნეჩვევები, სიგარეტი და ასე შემდეგ რაც არის, იმისი უკუგდება აუცილებლად. სარკეში ყურებისას ვხედავ საყვარელ გოგოს ვხედავ ხოლმე. რადგანაც თან რო ვერ ხვდება, რომ იზრდება ისეც. და ვაიცი ეს ბავშვური რაღაცეები, რომ თან დაყვება და ასაკს რო ვამბობ, მე ვხვდები, რომ ვიგავიზარდე, თორე ისე სარკეში ყურებისას ბავშვი ვარ ჯერ კიდე. ჩემი მიზანი არის ის, რომ მივაღწიო იმ ყველაფერს, რაც ჩაფიქრებული მაქვს და ავიხდინო ოცნებები. თავს კომფორტულად ვგრძნობ სახლში, აუცილებლად და ჩემს უახლოეს მეგობრებთან ერთად. ფული არ არის კატასტროფულად მნიშვნელოვანი რაღაცა, უბრალოდ არის საჭირო იმისთვის, რომ შეიქმნა კომფორტი, იარსებო და მოკლედ რაღაც სურვილები დაიკმაყოფილო. მილიონი რომ მქონდეს, ძალიან ბევრ კარგ რაღაცას გავაკეთებდი და მიფიქრია სხვათა შორის ამაზე. არ ვიცი, ალბათ 50%-ს თუ არა მეც ქველმოქმედებაში გავიღებდი. ვაფასებ ადამიანობას. აი ეს ერთი სიტყვით. ჩემთვის წარმატება დაიწყო 2014 წელს, როცა მოხვდი ტელეკომპანია იმეჯში. საზოგადოება მინდა დამიმახსოვროს, როგორც პოზიტიური, კარგი, ბედნიერების მომტანი გოგონა. აი ასე.